ბატონო ჯემალ, რა მდგომარეობაა დღეისათვის ენერგოსისტემაში? უპირველეს ყოვლისა მინდა მოვახსენო პატიცემულ ტელემაყურებლებს, რომ თან მადლობა გადაუხადო ამ დიდი მოთმინებისათვის, რაც ჩვენ ამ ზამთარს გადავიტანეთ. ძალიან ძიმე ზამთარი გადავიტანეთ ენერგეტიკამ და მოსახლეობამ, რა თქმა უნდა. ეს გამოწვეული იყო ძირითადად ენერგო სიმძლავრის დეფიციტის გამო. ძალიან ხშირად იყო შეფერხებები ენერგოსისტემაში იმის გამო, რომ დიდი ბაზისური დიდი სადგური, რომელიც არის გარდაბნის სრესი, თბილ სრესი, ძალიან ხშირად განიცდიდა ნაკლებობას, საწვავის ნაკლებობას. რამდენიმე შეუწყდა გაზის მოწოდება, აგრეთვე უწყდებოდა მაზუტის მოწოდება აზერბაიჯანიდან, რაც ხშირად აფერხებდა სრესის მუშაობას. ეს ყველაფერი გამოწვეული იყო საქენერგოს ფინანსური მდგომარეობის გამო. რადგანაც საქენერგოში არ იყო ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა, არ იყო როგორც წარმოების მხრიდან, ასევე მოსახლეობის მხრიდან, ამიტომ არ ქონდა საქენერგოს საშუალება შეეძინა გაზი და გადაეხადა მაზუტის ღირებულობა. დღეისათვის სისტემაში გამოსწორდა მდგომარეობა, მაგრამ თლად დაიმედებული მაინც არ უნდა ვიყოთ. ამჟამად გაჩერებულია თბილ სრესი, მაზის საწვავის უქოლობის გამო მუშაობს ენგურგესი. ენგურგესზე წყლის შემოდინება დაიწყო, მართალია მთელი დატვირთვით ვერ მუშაობს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 400-500 მეგავატის სიმძლავრეს გამოიმუშავებს. მთლიანად ახლა სისტემაში არის სადღაც 600-700 მეგავატი, რაც რა თქმა უნდა მთელი ენერგოს რესპუბლიკისათვის არასაკმარისი რაოდენობაა. არასაკმარისია. დაიწყო სეზონურმა სადგურებმაც მუშაობა, რაც რა თქმა უნდა ეხმარება თავის მხრივ ენერგოსისტემას. ძირითადად ეს ჩვენი საქენერგოს სისტემის, რესპუბლიკის სისტემის გამართული მუშაობა დამოკიდებულია ფინანსებზე. ამიტომ უნდა მე თხოვნა მაქვს თქვენთან პატიცემულ ტელემაყურებლებო, რომ აუცილებელია გადახდა ელექტროენერგიის ღირებულებისა. ელექტროენერგია უნდა იწოდეს ყველამ, რომ იგივე ჩვეულებრივი პროდუქცია, რომელსაც უნდა ყიდვა და მერე დახარჯვა. ჩვენ რეგიონში მართალია ამ ბოლო დროს შედარებით გამოსწორდა ამ მდგომარეობა, განსაკუთრებულად ქარელის რაიონში მდგომარეობა გამოსწორდა გადახდისხიდან, მაგრამ ეს იყო დიდი ძალისხმევა თვითონ ადგილობრივი გამგეობისა, ბატონ გივი გაგენძის დიდი თანადგომა, რომ საქარელის რაიონმა შეასრულა ამ ბოლო თვეების რეალიზაციის პროცენტი, მაღალი პროცენტი ჰქონდათ 100 და 100-ზე მეტი. ეს ამას მოსახლეობა ვერ დაიტრაბახებს, მოსახლეობიდან არ იყო. მოსახლეობის წილი ძალიან ცოტა მოდის ამ რეალიზაცია ამ 100%-ში, ძირითადად გადახდილი იყო წარმოებებიდან. ამიტომ დღეს საკითხი ასეზე, ჩვენ გვქონდა შეხვედრა საქენერგოს ხელმძღვანელობასთან მინისტრის მოადგილის დონეზე. ახლა არის საშუალება, რომ ჩართული იყოს ტვირთის მომატების საშუალება არის, სიმძლავრის მომატებისა, მხოლოდ აუცილებელია გადახდა. დღეს საკითხი ასე დგას, რომ თუ მოხმარებელმა თუ არ გადაიხადა ელექტროენერგიის ღირებულობა, საშუალებაც რომ იყოს, ჩვენ მაინც ვერ ჩავთავთ. არ ჩავთავთ უბრალოდ, იმიტომ რომ საქენერგოს გვაძლევს იმ სიმძლავრეს, რამდენიც იქნება გადახდილი, მომდევნო თვეში მოგწევს იმ სიმძლავრეს, რამდენიც იქნება გადახდილი წინა თვეში. ქარელის რაიონის მაგალითად რო ავიღოთ, ქარელის რაიონს სჭირდება დაახლოებით 6-7 მეგავატი ელექტროენერგია სიმძლავრე. მთლიანად რაიონს სჭირდება დაახლოებით 12-13 მეგავატი. მაქსიმალურად 12-13 მეგავატი ნიშნავს, რომ ყოველთვიურად ქარელს ექნება გადასახდელი ექნება დაახლოებით 100-120,000 ლარი. 100-120,000 ლარის ამოღება ქარელის რაიონიდან ალბათ გაგვიჭირდება. ამიტომ თვითონ ადგილობრივმა კომპანიამ უნდა ეცადოს, რაც შეიძლება ნაკლები დახარჯოს, ყაერათიანად გაუფრთხილდეს. ასევე დამოკიდებულია ელექტროენერგიის ხარჯი თვითონ მომხმარებელზე. მომხმარებელს უნდა ეცადოს, რაც შეიძლება ნაკლები დახარჯოს, თვითონ გაუფრთხილდეს. სხვადასხვა შემთხვევაში გადასახადი იქნება ძალიან დიდი, რაც ალბათ მოსახლეობას, ისედაც გაჭირებულ მოსახლეობას მძიმე თვითონ დააწება და ასევე საქენერგოს ის არის, შველა არის, რომ ნაკლები დაიხარჯება. თუ გაინტერესებთ, მაგასაც გეტყვით, რომ მთლიანად რესპუბლიკას როცა ყველა წარმოება მუშაობდა და ხალხიც არ იყო დეფიციტის სიმძლავრისა, სადღაც ჭირდებოდა 2500-2700 მეგავატი სიმძლავრე.
ამჟამად ჩვენ სისტემაში გამოყოფილი რეჟიმში მუშაობს, რა თქმა უნდა, საქართველოს ენერგოსისტემა ცალკე რეჟიმშია და ზამთრის პერიოდში ქონდა მაქსიმუმ ქონდა 600-700 მეგავატი. ესე იგი გამოდის სადღაც მე-13 ქონდა, რაც ძირითადად გადადიოდა მომხმარებლის გამორთვის ხარჯზე. ამიტომ იყო უხარისხო სიხშირე, რაც უარყოფითად მოქმედებს როგორც სადგურებზე, ასევე ენერგომოწყობილობაზე, კომუნალური მომსახურების დანიშნულების ხელსაწყოებზე და სხვა. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება მოსახლეობის მიმართ, მოსახლეობამ როგორღაც უნდა გაიჭიროს, უნდა გადაიხადოს აუცილებლად ელექტროენერგიის ღირებულობა და მოწოდებაზე ამ ზაფხულის პერიოდში მაინც არ იქნება შეზღუდვა არ იქნება. თუ სურვილი აქვს თვითონ კომპანიას და ქარელის თვითონ რაიონს, თუ სურვილი აქვს, შეიძლება ქარელის რაიონი იყოს 24 საათი ჩართული შესაბამისი გადახდით, მაგრამ აი გორში მაგალითად ჩვენ მაგას ვერ ვაკეთებთ. გორში რამოდენიმე საათი 4, 6, 8 საათი ვაწოდებთ, 8 საათი, მაქსიმუმ 8 საათი ვაწოდებთ ელექტროენერგიის ღირებულობას, ვინც გადამხდელია. მთლიანად გვიხდება გორში, ქალაქ გორის კომპანიას უხდება მთლიანად სქემის დაშლა. თითოეული მოსახლის, თითოეული კიოსკი და სადღაც ფუნქციო მივაწოდოთ, აგრეთვე თითოეულ ქუჩაზე. ამისათვის დიდი შრომაა საჭირო, ტრანსპორტი, დროის ხარჯვა, რა ვიცი, ბენზინი და დიდი შრომა, რომ როგორმე გადამხდელ მომხმარებელს მივაწოდოთ. ამასთან დაკავშირებით გორის კომპანია ყველაფერს აკეთებს, რომ გადამხდელ მომხმარებელს ჰქონდეს ელექტროენერგია და ვინც არ იხდის, იმათ საერთოდ არ უნდა მიეწოდოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაინც 1-2 საათი ვაწოდებთ მაღალი სართულებზე, რომ წყალი აუცილებელია, წყალი აიღოს მოსახლეობა. ეს 2 საათიც გადაუხდელია მათგან. ამიტომ ერთადერთი პირობა ახლა მარტო პრობლემა ელექტროენერგიის მიწოდებაში სისტემიდან არ იქნება ზაფხულის პერიოდში, მაინც თუ იქნება გადახდა. ერთადერთი პრობლემა არის გადახდა. ვინც გადაიხდის ელექტროენერგიას მიიღებს მხოლოდ ის მომხმარებელი. ელექტროენერგიის მოწოდების რა პერსპექტივებია, მათ შორის ქარელის რაიონზე? აი ზუსტად მაგაზე მქონდა ბოლო ჩემი სიტყვა ლაბარაკი. პერსპექტივები არის მოწოდებისა, რამდენსაც შამდენით შეუძლია იყიდოს რაიონმა, იმდენს მიიღოს ელექტროენერგიას, ხოლმე უნდა გადაიხადოს. რამდენი საშუალებაც აქვს ყიდვისა, მთავარია გადახდა. ქარელის რაიონში როგორც ბატონმა ზურაბმა თქვა, 12 მეგავატი სჭირდება. 12 მეგავატს თუ გადაიხდის წინასწარ, 12 მეგავატი ექნება. არ იქნება პრობლემა გადახდისა. ყოველ შემთხვევაში მე ვიმეორებ კიდევ ხას ვუსაურო ზაფხულის პერიოდში. ზამთარი რა თქმა უნდა შედარებით ისევ მძიმე იქნება, იმიტომ რომ დამატებითი სიმძლავრის შემოყვანაზე ჯეჯელობთ ლაბარაკი არ არის. მთავარია ფინანსურად იყოს საქენერგო ძლიერი, რომ შეძლოს გაზის ყიდვა, მაზუთის ყიდვა. უბრალოდ თუ ჩვენი სადგურები, რესპუბლიკის სადგურები, მაინც და მაინც ტექნიკურად გამართული ვერ იქნება, რომ იქნება დაფინანსება, რომ იქნება გადახდა მოსახლეობის მხრიდან, შეიძლება ყიდვა მეზობელი რესპუბლიკებიდან, შეიძლება ელექტროენერგიის ნატურში ყიდვა აზერბაიჯანიდან, შეიძლება რუსეთიდან, აგერ თავაზობენ 3 ცენტიან ელექტროენერგიას. 3 ცენტი დღეისათვის ჩვენთან მოსახლეობა ჩვენთან ისეთ ტარიფით იხდის 2.5 თეთრია 1 კილოვატ-საათზე მოსახლეობის სექტორიდან. წარმოება 4.5 თეთრი. თუ 3 ცენტად ჩვენ ელექტროენერგიას ვიყიდით რუსეთიდან, ალბათ თავისი ტრანსპორტირება, თავისი მომსახურება სადღაც 4 თეთრი მაინც დაждდება. ამიტომ ჯობია ისევ აქ ჩვენთან რესპუბლიკაში იყოს გადახდილი ელექტროენერგიის ღირებულობა, ჩვენ შევიძინოთ საწვავი, შევიძინოთ მაზუთი თბილისისთვის, რომ ნორმალურად იმუშაოს. ამჟამად აი ენგურთან დაკავშირებით გეტყვით კიდევ რომ ენგური ჩვენ შეხვედრა რა ქონდა ბანკი სოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან მთელ საქართველოს ენერგოსისტემაში ენერგეტიკებს და ასე ისმის საკითხი რომ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ამოღების პროცენტს თვითონ უცხოელები კითხულობენ თუ რამის დახმარება უნდათ ან კიდე რაღაც საქმეში ამ სისტემაში რესპუბლიკის სისტემაში დაუშვათ რომელიმე სადგურის რემონტია თუ სხვა საკითხები პირველ რიგში კითხულობენ ამოღების პროცესს თუ რის გადამხდელ უნარიანია თუ არა ჩვენი მოსახლეობა. როცა იგებენ ისინი რომ სადღაც 10-15 და 20%-ია მოსახლეობიდან ამოღება უკვე ისინი ვერ ბედავენ თავიანთი კაპიტალის დაბანდებას ჩვენ სისტემაში, იმიტომ რომ არ არიან დაინტერესება არ არის ამ მხრივ. თუ ამოღება არ იქნება დაინტერესებაც არ იქნება იმათ მხრივ. ბატონო ჯემა, თქვენი თქმით, წინასწარი გადახდა თუ იქნება მოსახლეობიდან და წარმოებიდან, ენერგოკომპანიას ქარელისას შეუძლია თუ არა გარანტი გაუხდეს მოსახლეობას მინიმუმ 8 საათი რომ მივაწოდოთ ელექტროენერგია.
ну დღევანდელი მდგომარეობით აი ბოლო ეს ერთი კვირა 10 დღე უпроსტურად ნამდვილად ამის თქმის საშუალებას გვაძლევს თუ რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი ავარია არ მოხდა ენერგოსისტემაში თუ არ გაჩნდა და უშუალოდ თბილისს რეცი ან ენგურზე თუ არაფერი მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი რომელიც გარკვეულ დროს მოითხოვს უშუალოდ ერთი დღე მაინც ადგენას შეგიძლიათ მისცეს გარანტია ხალხს რომ 8 საათი ექნება აი მაგალითად ხალხი ასეთ ხოვლობს იხდის ხალხი არის გადამხდელი ну ასეთ პირობას გვეუბნება იმას ჭირდება დილით სადღაც 2 საათი 3 საათი დილით რომ ადგეს მოწაფე პირი დაიბანოს ჩაიდალიოს სკოლაში წავიდეს ალიონის დროს ინფორმაციას მოусმინოს პიკის საათი ჩვენ არის საღამოსი და დილის პიკები ეს მოსახლეობა მითის მეგონი არის მაგალითად გაცნობიერება დილის 8:30-დან გორში როგორ წერდება მაგალითად დილის 8:30-დან 10 საათამდე დაახლოებით ყოველთვის არის ჩართული მოხმარებელი გადამხდელი მოხმარებელი გადამხდელი ორც არის ჩართული ინფორმაციას იღებს ალიონის სახით დიასახლისები, თვითონ მუშამოსამსახურები, ბავშვები სკოლაში ნორმალურად მიდიან. მე მთელი დღის განმავლობაში გამორთულია 10 საათიდან სადღაც 6-7 საათამდე, საღამოს 18 საათამდე. შემდეგ ისევ არის საშუალება, ну გორში ასე კეთდება. 18 საათიდან სადღაც პირველ საათამდე, ამის პირველ საათამდე ჩართულია მოხმარებელი. ესე იგი ეს არის ყველაზე ძვირად ღირებული ელექტროენერგია. ისე დროს არის ჩართული რომ რაც ეხლა ამის შემდეგ შეიძლება ასეც იყოს და შეიძლება ასეც იყოს. აი უცხოელები კი არის ჩვენ ეს მოძმე მეზობელი რესპუბლიკები გთავაზობენ თუ მოგვაწოდებენ პიკის საათში ელექტროენერგიას დაუშვათ აი 18 საათიდან 24 საათამდე უფრო მძირს აქვთ ხოლმე. თუ მაგალითად მოგვაწოდებენ პირველი საათიდან ღამე დილის 7 საათამდე ალბათ ის უფრო იაფი იქნება. ასე გვეუბნებიან. ამიტომ ჩვენ მომხმარებელს იმ დროს ვაწოდებთ იმ დირექტიულ ენერგიას, როცა თვითონ სჭირდება. მე მგონი ეს არ არის ცუდი პირობა, ყველა გადამხდელი მომხმარებელი უნდა წავიდეს ამ პირობაზე, რომ დილით იყოს ჩართული 2-3 საათი და საღამოთი კიდევ 5-6 საათი. სადღაც 8-9 საათი რომ იყოს ჩართული, ეს 5 ლარი გადასახდელი ნებისმიერი მომხმარებელი დახარჯავს. ჩვენ ვიან გადიშეთ და გავითვალეთ ნებისმიერი ოჯახი, ვისაც სახლში აქვს ტელევიზორი, უთო, მაცივარი, სარეცხის მანქანა, რა თქმა უნდა, ერთ პლიტას, ერთ ელექტროქურას ყველა ხმარობს, იმიტომ რომ გაზი არ არის ჩვენი რესპუბლიკაში გაზი არ არის, ამიტომ ნებისმიერი ოჯახი ხმარობს ერთ ელექტროქურას, გაზეთს აკეთებს საჭმელს. აი ასეთი მოხმარების პირობებში მინიმუმ 300 კილოვატ-საათს მაინც დახარჯავს ჩვენი მოხმარებელი. 300 კილოვატ-საათს ნებისმიერი ნორმალური ოჯახი. 6 საათიანი მიწოდები. 6 საათიანი მიწოდები. თუ არ ჩავთვლით თუ ზოგიერთ სახში გამახურებლები აქვს, აბანო აქვს გაკეთებული, ამჟამად სათბობა ქონდა გაკეთებული, მაგაზე ლაპარაკი არ არის. ამიტომ ისინი ძალიან ბევრ დახარჯავენ და იმაზე გადასახდელი სხვა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უგზავნებთ და არ შეიძლება გამოყენებული იქნეს ელექტროენერგია ამ წყალგამაცხერებლებისა და ელექტროგამახურებელ გათხოვაზე არ შეიძლება რომ იყოს გამოყენებული. 300 კილოვატ-საათი არის დღევანდელი ტარიფით 7.5 ლარი გადასახადი. 7.5 ლარი. 7.5 ლარს ჩვენ თვლით რომ ნებისმიერი არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უმრავლესობა 80-90% მაინც დახარჯავს. შეიძლება არ დახარჯოს 7.5 ლარი მარტო ხელამ, ერთსულიანმა ოჯახმა, შეიძლება რომელიც აი სახში დანარჩენი ნებისმიერი 3-4 სულიანი ოჯახი, რომელსაც აქვს აი რაც ჩამოგითვალეთ, ნებისმიერი ოჯახი დახარჯავს. ამიტომ საკითხავია კიდევ რო იყოს ჩართული 24 საათი რო იყოს ჩართული ელექტრომომხმარებელი, ალბათ რა თქმა უნდა ძალიან ბევრ დახარჯავს. სასურველია, ძალიან სასურველია გადახდა იყოს მრიცხველებით, მაგრამ მომხმარებელთან სადაც მივდივართ, ყველგან ძალიან უბრალოდ შემთხვევაში აღრიცხვა მოშლილია, მრიცხველი მოშლილია. ანუ თვითონ გააჩერა მომხმარებელმა, კიდე მრიცხველის გარეშე აქვს შეყვანილი რაღაც ის ელექტროენერგიას ხმარობს. ну ყურადღებას აღარ აქცევებს. ამიტომ ჩვენ ეს ფიქსირებული გადასახადი 7.5 ლარი მაინც და მაინც არ არის თლად გამართლებული, იმიტომ რომ ზოგი ხარჯავს, შეიძლება ზოგმა დახარჯოს მეტი, ზოგმა ნაკლები, მაგრამ საშუალოდ ეს არის მინიმუმი, რომ დახარჯოს 7.5 ლარი. ანუ გორში მაგალითად ვისაც აღრიცხვა მოსაწესრიგებელი აქვს, ვისაც მრიცხველი არ უმუშავებს, დაწესებულია 7.5 ლარი ფიქსირებული გადასახადი 6-8 საათის მიწოდების შემთხვევაში. 6-8 საათისა. თუ მოხმარებელს ექნება სურვილი, გქონდეს 8 კი არა მეტი და თუნდაც 24 საათი, მაშინ ალბათ უნდა მოწესრიგდეს აღრიცხვა და რასაც დახარჯავს ის გადაიხადოს. სხვანაირად არ იქნება. ამიტომ თვითონ საქენერგო
წინასწარ გადახდას თხოვლობს, ჯერ უნდა იყიდოს ელექტროენერგია და მერე დახარჯო, როგორც ნებისმიერი პროდუქტი. ხომ არ შეიძლება მაგალითად ვაცნობ ტელემოყრობილებს, რომ შეხვიდეთ თქვენ მაღაზიაში, აიწონოთ კარაქი, ფული არ გადაიხადოთ, წამოიღოთ. ან კიდე შეხვიდეთ მაღაზიაში, გაიშინჯოთ ტუფლი, ჩაიცოთ და წამოხვიდეთ, რომ არ გადაიხადოთ. ჩვენი ტუფლი და ჩვენი ფეხსაცმელი და ჩვენი კარაქი არის ჩვენი ელექტროენერგია. ამიტომ ჩვეულებრივ ესე იგი ელექტროენერგია ჯერ უნდა იყიდო, მერე დახარჯო. ესე იგი ამის შემდეგ ასე დადგება საკითხი. ასე დადგება საკითხი. ეხლა რაც შეეხება ქარელის რაიონს, ქარელის რაიონი არ არის ძნელი, არ აქვს ბევრი გადასახადი რომ იყოს. მე ვფიქრობ, რომ ქარელის რაიონი შედარებით ეხლა ჩვენ რეგიონში შედარებით კარგი მაჩვენებლებიც აქვს ამ ბოლო დროს ქარელის რაიონს. ვალისპური, ხო. აი თქვენი დებიტორული დავალიანება ქარელის რაიონის გაყინვამდე თქვენ მოგეხსენებათ, რომ საერთო ელექტროენერგიის ღირებულება 1 აპრილიდან გასული წლის 1 აპრილიდან გაიყინა. მოსახლეობის წილი ელექტროენერგიის გადასახადი გაიყინა მთავრობამ 97 წლის 1 მაისამდე, 97 წლის. იმ დროინდელი თქვენი დებიტორული დავალიანება მთლიანი იყო ის გაიყინა, მაგრამ იმის შემდეგ 120.000 ლარი, იმის შემდეგ ესე იგი გასული წლის 1 აპრილიდან დღემდე დებიტორული დავალიანება 458.000 შეადგენს. 458.000 ლარი. თუ ეს ქარელის რაიონისთვის ალბათ არ არის პატარა თანხა, იმიტომ როგორც ქარელი პატარა რაიონია. თან კიდევ ამას ეს ვალი ხომ არის ამ ხნის განმავლობაში და დანარჩენს ხო ხარჯავს ახლა ხო იგოს ქარელის საშუალო მიღება ნორმალურ პირობებში ხომ როგორც ახლა ამ მიწოდების პირობებში სადღაც 9.600.000 კილოვატ-საათს შეადგენს. ამ ახალის გადახდაც ხო უნდა და ამ ვალის დაფარვაც აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ვაცნობ მოყოლებლობ რომ ეს ვალი თუ არ დაიფარა შეიძლება საქენერგომ საერთოდ აღარ მოვაწოდოს ელექტროენერგია. დადგება ალბათ ეს დრო რომ უნდა გაიწიოს ანგარიში იმასაც რომ მე ახლა საქენერგოსთან ხირი კონტაქტები მაქვს და ძალიან ფლოფი ინფორმაციას ალბათ კვირაში ერთხელ თუ ყოველდღიურ ლაპარაკებით ჩვენ ხელმძღვანელობას ტელეფონით, მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც დაპირებზე ჩავდივარ. ამ დროისათვის საქენერგოს ვალი მოსახლეობას და წარმოებას აქვს 124 მილიონი ლარი. აი დღეისათვის. ეს ნიშნავს 124 მილიონი ლარი არის მთელი წელწად ნახევარი რო იმუშაოს წარმოება მოგთად მიაწოდოს ხალხს ელექტროენერგია. 124.000 მთელი რესპუბლიკის მასშტაბით არის, ჩვენ რეგიონს მაგალითად 6 მილიონი ლარი აქვს დავალიანება. მათ შორის ნახევარი 50% მოდის გორის კომპანიაზე, 3 მილიონი ლარია გორის დავალიანება. მე ნაწილდება ხაშური, ქარელი, კასპი, უნდა მთლიანად შეადგენს 6 მილიონ ლარს. საქენერგოს მართალია მოხმარებელი გაწმილებულია, მივაწოდებით 1 საათი, ან 2 საათი, ან 2 დღეში ერთხელ, განსაკუთრებით ქარელის რაიონს ამზამთარ ცუდი მდგომარეობა ჰქონდა მიწოდების მხრივ, იმიტომ რომ იყო დეფიციტი და არც ქარელის რაიონში ახლა ისეთი არაფერი ობიექტური მეტ ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი არ არის, არის რკინიგზა, ან კიდე ისეთი წისქვილი, როგორც არის გორში, მაგალითად წისქვილი კომბინატი, რომელიც წისქვილზე დამოკიდებულია მთელი 19 რაიონი, ეს დასავლეთი ზონა მთლიანად წისქვილი, გორის წისქვილი კომბინატი ამარაგებს ფქვილით. ამიტომ აი უფრო ხშირად რა თქმა უნდა ისეთ რაიონებს ეწოდებოდა, სადაც ესეთი მნიშვნელობის ობიექტები იყო, რომ ემუშავა თვითონ მთავრობისგან იყო ესეთი დავალება. ქარელის რაიონში ახლა ესეთი ობიექტი რახან არ არის, ადვილი იყო ქარელის ჩაქრობა და ამას თვითონ ცენტრალურ სადებიუტო კიდეც აკეთებდა ამას, რომ ხშირად იყო ჩამქრალი. მაგრამ აი ამ 1 საათიანი მიწოდების პირობებშიც კი 1 საათი იყო თუ საათნახევარი თუ ყოველ 2 დღეში ერთხელ თუ იყო, მაინც ელექტროენერგია მაინც იხარჯებოდა, საერთო ჯამში მაინც დანახარჯი არის. ამიტომ ის არის ის იმასაც უნდა გადახდა, აუცილებლად უნდა გადახდა. ამ ნენელა ესე იგი მოსახლეობამ უნდა იფიქროს, როგორც ახალი ელექტროენერგიის ყიდვაზე, ღირებულების ყიდვაზე, ისე წინა გასული ვალის დაფარვაზე. სხვანაირად არ შეიძლება, თორემ შეიძლება მოხდეს ისე, რომ რაიონს შეეძლოს დღევანდელი მდგომარეობით რაღაც გარკვეული სიმძლავრის ყიდვა, მაგრამ თუ არ იქნება ეს ვალი დაფარული, შეიძლება საქენერგო აღარ წავიდეს იმაზე, რომ მოაწოდოს ელექტროენერგია, მიუხედავად იმისა, რომ გადამხდელი იქნება. შეიძლება. ამიტომ უნდა ნენელა როგორღაც მართალია ხალხის მდგომარეობაში ჩვენ შევდივართ, ხალხს სოციალურად უჭირს გასაგები ეს ყველაფერი, მაგრამ უფრო ძალიან უჭირს საქენერგოს. თუ გვინდა რომ ნორმალურად გქონდეს ელექტროენერგია, საქენერგოსაც უნდა ჩვენგან დახმარება. არაფერი არ არის, უბრალოდ უნდა გადავიხადოთ ღირებულობა და მეტი არაფერი. ეხლა რაშია საქმე? საქენერგოს ამ ზაფხულში გადახდილი ელექტროენერგიის ღირებულობა საფუძვეს ჩაუყრის მომავალ ზამთარს, რომ ნორმალურად გქონდეს ელექტროენერგია. თუ არ იქნა გადახდილი ელექტროენერგიის ღირებულობა ამ ზაფხულში მაინც,
მომავალი ზამთარი ჩვენთვის იქნება უარესი. შევხვდებით ძალიან ხელებით ფინანსურად გაღატაკებული, არ გვექნება საწვავის ყიდვის საშუალება და უფრო უარესი მდგომარეობა იქნება. ამიტომ ყველა მომხმარებელმა, ყველა მოქალაქემ უნდა შეიგნოს რა, საჭმელიც რო გქონდეს სახში, რომ თუ იყიდის პროდუქტებს იყიდის, იმაზე მაინც დასჭირდება ელექტროენერგია. საჭმელს ვერ მოამზადებს, ვერაფერს ვერ გააკეთებს. ამიტომ პირველ რიგში მე ესეთად უნდა მივუდგეთ. ჯერ უნდა გადავიხადოთ ეს ღირებულობა და მე უნდა ვიყიდოთ საჭმელი. იმიტომ რომ იმ საჭმელს ჩვენ ვერ მოამზადებთ, დიასახლისი ვერ მოამზადებს, თუ არ ექნება ელექტროენერგია. ესე იგი ჯერ პირველ რიგში აი ნებისმიერ იმას თუ დაფიქრდება ჩვენი მომხმარებელი, ნებისმიერ ყოველთვის არ არის ძნელი მისახვედრი, რომ პირველ რიგში არის აუცილებელი ელექტროენერგია. როგორც საყოფა ცხოვრება პირობებში, ასევე ჩვენი საარსებო არსებობისთვისაც. ამიტომ ძალიან დიდი თხოვნაა ჩვენი მოვაწონოთ ტელემოყურებლებო, რომ უნდა გადაიხადოთ ელექტროენერგია. ერთი თხოვნა კიდევ რომ რაც შეიძლება დაზოგოთ, აერათინად ხარჯოთ, გადმოვთოთ ზედმეტი ნათურები, რაც არ არის აუცილებელი, ესე იგი ეს არის ზედმეტ ხარჯად აწება როგორც თქვენ ოჯახის ბიუჯეტს, ასევე საქენერგოს სისტემასაც. უნდა გამოვთოთ, უნდა გავუფრთხილოთ, სხვანაირად ჩვენ ფეხზე ვერ დავდგებით. სისტემა ყოველთვის იყო დეფიციტური საქართველოს ენერგოსისტემა და მით უმეტეს ახლა, როცა გამოიყო ძალიან ენერგო, ანუ ერთია სისტემიდან გამოყოფილი და მარტო არის საქართველოს სისტემა. ძალიან დიდი დეფიციტურია. ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა გავუფრთხილოთ ყველა. დავიცი, როგორ რამე გადასათქმელი, ითხოვთ რამე გაქვთ ბატონო. პირველ სიტყვას მივიტყუდი მაშინ. ჩვენი რაიონის შესახებ. ჩვენს ტელემაყურებლებს მინდა უთხრა, რომ ბატონმა ჯემალიმ ილაპარაკა იმ საკითხზე ტექნიკურ მხარეზე, რაც შეეხება ელექტროენერგიის მოწოდებას. მე როგორც რეალიზაციის სამსახურის მუშაკს, ძირითადად რეალიზაციაზე მინდა ვილაპარაკოთ, თუ რა მდგომარეობაა ჩვენს რაიონში. ბატონმა ჯემალიმ მოგახსენოთ, რომ 9 მილიონი ლარი არის დებიტორული დავალიანება, რაც ძირითადად მოსახლეობაშია. ეს კლებაში წავიდა უკანასკნელ პერიოდში, მაგრამ ეს წავიდა კლებაში, იმიტომ ნაკლები მოწოდების ხარჯზე ბატონო ჯემალ. ნაკლები მოწოდება იყო ელექტროენერგიისა და ჩვენი ამოღება იყო ფაქტიურად იმ ძველი დავალიანების გადახდა და ამის ხარჯზე წავიდა კლებაში, თორე ფაქტიურად კლებაში არ წავიდოდა, თუ ჩვენ იმას გავითვალისწინებთ, რომ მოსახლეობიდან მაინც არ ამოსულა ის საჭირო თანხა, რაც უნდა ამოსულიყო. მართალია თებერვლის თვეში ჩვენ ის დავალება შევასრულეთ, რაც დავალებული იყო, როგორც პრეზიდენტის ბრძანებით იყო დავალებული, ეს გამგეობის დახმარებით მოხერხდა ეს, რა თქმა უნდა, და დიდი დახმარება გაგვიწია გამგეობამ და შევასრულეთ ის დავალება, რაც დაგვევალეს. ეს თებერვლის თვეში საბიუჯეტო ორგანიზაციების ხარჯზე მოხდა ძირითადად და ორგანიზაციების ხარჯზე სულ მოსახლეობიდან ამოვიდა 8000 ლარი. ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც დახარჯულიც იყო და პლუს კიდევ რომ დავამატოთ ის დავალიანებას. მოსახლეობა დამერწმუნება იმ ამბავში, რომ გაუმჯობესდა უკანასკნელ პერიოდში ეს განსაკუთრებით ამ ორი კვირის მანძილზე საგზრომლად გაუმჯობეს და მოწოდება. ამაზე მადლობის მეტი არაფერი გვეთქვის მართალია, მაგრამ ახლა მთავარი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. მე მოსახლეობას მინდა მივმართო, ყველამ გავითავისოთ ეს საკითხი და მოწოდება რომ გაუმჯობესდა, არა, ამის ჩვენი მხრიდანაც უნდა უჩვენოთ ამაზე, ჩვენს ამოღების მხარე გავაუმჯობესოთ. აი ახლა ამჟამად ჩვენ რეიდებს რომ ვეძახით, ასეთი მუშაობთ სხვადასხვა სოფლების და საკრებულოების მიმართ. ჩავატარეთ უკვე ასეთივე ანალოგიური რეიდი, ჩავატარეთ სოფელ მოხიში, ჩავატარეთ. სადაც ესე იგი დიდი იმედი გქონდა, რომ მოსახლეობა დაგვიდგებოდა გვერდში, დაგვიდგებოდა და ჩვენ გავაგებინეთ მათ, რომ მოწოდება იქნება თუ გადახდა იქნება. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, გადახდა არ იყო. ჩვენ იზოლებული გავხდით, თლიანად გადავხსენით ახლა სოფელი მოხისი ელექტროქსელიდან, ძაბის ქსელიდან მოხსენით. ასევე ახლა ვატარებთ რეიდებს სოფელ ქვენატკოსაში, მოხდება ასევე თითქმის ყველა სოფელში თუ დასახლებაში მოხდება ანალოგიური რეიდები. რეიდებზე ჩვენ გამოვავლინეთ, რა თქმა უნდა, დამრღვევებიც გამოვავლინეთ, რომლებსაც აქტები დაუწერეთ საჯარიმო აქტები. მოსახლეობის გულახდილად მინდა ვთქვა, რომ მოსახლეობის თითქმის 80% ცდილობს, რომ როგორმე მრიცხველის გვერდით ავლით, ესე იგი გამოიყენოს ელექტროენერგია და დახარჯოს ისე. ეს რა თქმა უნდა მიზანშეწონილი კი არა, ეს არის კრიმინალზე მიდის. და მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ გადაიხადოს ის ფიქსირებული, შეიძლება დავარქვათ ამ შემთხვევაში იმ გადასახადს,
რომელიც ესე იგი დადგენილი არის, არ არის დადგენილი თუ განსაზღვრულად რამდენი უნდა იყოს, მაგრამ საშუალო დანახადიდან როგორც თქვენ ძალიან ბატონო ჯერმალ გამოდის დაახლოებით 300 კილოვატი, 300 კილოვატი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს რაიონის მაგალითზე გადაგვეხმარებინა თითო ოჯახისათვის 5 ლარი, თვეში 5 ლარის ოდენობით. ეს უკვე 200 კილოვატზე გადავიყვანეთ ჩვენ, მაგრამ ვინაიდან გავითვალისწინეთ გამგეობის მოთხოვნაც იყო ასე და გავითვალისწინეთ ის მდგომარეობა, რომ დღეს მდგომარეობით მოსახლეობას ეკონომიურად უჭირს პირველ თვეში, ამ თვეში ფიქსირებული გადასახადი ჩვენ დავადგინეთ 3 ლარი. რომელიც შემდგომ თვეში გაიზრდება. იმის და მიხედვით თუ როგორი გადახდა იქნება, რა თქმა უნდა, მაგასაც გაეცნობა ხაზი. როგორი გადახდა იქნება, მოწოდებაც რა თქმა უნდა უფრო გაუმჯობესდება. მე მგონი აგერ თქვენს აგზანდებით და ჩვენს ახლა თქვენს გარეშე რა თქმა უნდა გარანტიის მიცემა ძალიან ძნელი იქნება მოსახლეობის მიმართ, მაგრამ რაკი თქვენ ბრძანეთ, ჩვენს თქვენი დაჯერებით ასე თქვა და თქვენთან საუბრიდან გამოირკვა, რომ მიწოდება იქნება იმ გარანტიით, რომ მოსახლეობა როგორ გადაიხდის აუცილებლად ეს ხარს. მე ვთხოვდი თითოეულ მოსახლეს, თითოეულ წარმოებას ეს იქნება თუ კერძო მომხმარებელს, სამფაზიან მომხმარებელსაც, რა თქმა უნდა, ყაირათიანად უნდა დავხარჯოთ ელექტროენერგია და რასაც დავხარჯოთ, იმის ღირებულება აუცილებლად რომ გადავიხადოთ. მოწოდებაც ჩვენი მხრიდან იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში მე კიდევ შეიძლება ეს ცოტა ისეთი ტონი გამომდიოდეს, ლამაზი არ იყოს, მაგრამ ჩვენ ყველა ასე ვთქვათ, პირობაზეც წავალთ და ამავე დროს აუცილებლად მოხდება ჩაჭრება. აუცილებლად შეიძლება ეს განხორციელდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ცალკე უბნების მიხედვით, ქუჩების მიხედვით, სოფლის მიხედვით და შეიძლება მთლიანად ქალაქიც გამოვიდოს. ეს ბატონო ზურაბ თუ რამე მე დავუმატებდი რომ ჩვენი ენერგოკომპანიის მომხმარებელი ძირითადად 90% არის მოსახლეობა. თუ მოსახლეობა გაგებით მოეკიდება ამ ჩვენს თხოვნას და წინასწარ იქნება იმ ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა 90%-ით, ჩვენ ალბათ საქენერგოსთან ერთად ენერგოკომპანია გარანტი გაუხდება მოსახლეობას 6-დან 8 საათის მანძილზე ელექტროენერგიის მიწოდების. თუ რა თქმა უნდა ისეთი იქნება ავარია არ მოხდა ესეთი მნიშვნელობა. ეს იქნება ეს დიდხანს არ გაგრძელდება, შეიძლება ერთი დღე, შეიძლება რამოდენიმე საათით გაგრძელდეს, მაგრამ აი ესეთი იმაში 6-8 საათი აუცილებლად მიეწოდება. და რა თქმა უნდა ისეთ პერიოდში და ისეთ ხანგრძლივობით საღამოს საათებში და დილის საათებში, როცა თითოეულ მოსახლეობას ესაჭიროება და იმათი თხოვნაც იქნება გათვალისწინებული. აი ეს საქენერგო ხელმძღვანელობა დღეს დაგეგმება ბატონო ზურაბ, თუ რაიონს აქვს იმის საშუალება რომ იყიდოს სიმძლავრე, რასაც რაიონი მოიხმარს, თუნდაც 20 საათში, მოთხოვით კი ბატონო, არის მაგის საშუალება, დღეს არის ყოველ შემთხვევაში, ამ საფულსაც იქნება ალბათ. მე ვერ გეტყვით ზამთრის პერიოდში რა იქნება, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით შეიძლება გადაიყიდე წინასწარ და დახარჯე მოიხმარე რამდენი არის მაგის საშუალება. ეს ჩვენთან დაახლოებით 2 კვირაში გამოჩნდება. რამდენი სიმძლავრის გადახდის საშუალება გვექნება და იმის მიხედვით გვექნება მოთხოვნა საქენერგოსთან. შეგვიძლია დავუშვათ 2 მეგავატის გადახდის წაღება ყიდვა თუ 5 მეგავატის დაახლოებით 2 კვირაში გამოჩნდება ეს მდგომარეობა. მაისისთვის შედეგები. ეგ ძალიან კარგია რომ გაითვალისწინეთ მოხმარებლის ეკონომიური მდგომარეობა დღეისათვის, კარგია ეს რომ ითვალისწინეთ შედიხართ მდგომარეობაში, მაგრამ ნუ რა ვიცი, ჩემი აზრით 3 ლარი გადასახადი. 3 ლარი არის 120 კილოვატ-საათი. 120 კილოვატ-საათი. 120 კილოვატ-საათი აი როგორც ეს არის 3 საათიანი მიწოდება ელექტროენერგიისა. და ამიტომ თქვენი დებიტორული დავალიანება გაიზრდება ალბათ. ეხლა დავიცვა რომ წინა ვალის გასასწორებელი გაქვთ. კიდე 3 ლარი გადაახტევინოთ და მოხმარებელმა დახარჯოს დაუშვათ 200 კილოვატ-საათი და გადავახადოს 120 კილოვატ-საათისა. ეს ალბათ თქვენთვის თვითონ კომპანიასაც დააწება მძიმედ. გასაგებია ბატონო ჯემალ, ალბათ ხალხი მიეჩევა და ინახავს ჩვენს მუშაობასაც, საქენერგოსაც, ელექტროენერგიის მიწოდება გაუმჯობესდება და ალბათ შემდეგ თვეებში უფრო მეც გადაიხდის და მე ბატონო ზურაბ, რატომღაც არ მჯერავს რომ ოჯახი ისეთი ოჯახი არსებობდეს იშვიათი გამონაკლისის გარდა, რომ არ ქონდეს 5 ლარის გადახდის საშუალება. როგორ შეიძლება ესე იგი
კი უჭირთ ეს შეიძლება იყოს მარტო ხელა პენსიონერი რომელსაც მართლა 3 და 5 ლარი აქვს თლიანი შემოსავალი და აგეთი მოხმარებაზე კი მაგრამ უმრავლესობა 70-80% მაინც არის გადამხდის უნარიანი მე ვერ დავმარცხნევ იმაში რომ აი ჩვენ ეს არის მიზეზი რომ მოსახლეობამ არ გადაიხადოს ელექტროენერგიის ღირებულება მოსახლეობა უჭირს გადამხდის უნაროა მე არ ამჯერად ვთვალსია იმიტომ რომ აი გორის მაგალითზე ავიღოთ როდესაც წინა თვეების განმავლობაში აი კომპანიის შექმნის დღიდან მოსახლეობის წილი გადასახადი მოდიოდა თვეში 6-7 ხან 4 და 5000 ლარი იყო მაგალითად აპრილის თვეში გორის მოსახლეობამ 42000 ლარი იქნა ამოღებული მოსახლეობიდან 42000 ლარი ამიტომ არ არის დაუჯერებელი ეგ რომ ესე იგი არავის არ შეუძლია ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა შეუძლია 60-70% ნამდვილად შეუძლია უბრალოდ ხალხი არის მიჩვეული ჩვენი მოხმარებელი მიჩვეულია გადაუხდელობას გადახდას არის ბიჭო იყო დრო რომ ღირდა 1 კაპიკი ელექტროენერგიის ღირებულობა 1 კილოვატ-საათი ღირდა 1 კაპიკი მოსახლეობა მაშინაც არ იხდიდა ხოიაფი იყო ეხლა მოგეնում ძვირია ძვირი კი არ არის პირიქით არის ესე იგი ელექტროენერგია თბოსადგურზე გამოშვებული ელექტროენერგია ძალიან ძვირი უჯდება საქენელებს ძალიან ძვირი უჯდება როცა წყალზე მუშაობს წყალზე გამომუშავებული ელექტროენერგია შედარებით იაფია მაგრამ წარმოიდგინეთ თქვენ მაშინ ესე იგი როცა 1 კაპიკი ღირდა ელექტროენერგია 1 კილოვატ-საათი მაშინ საწვავი მაზუტი ღირდა 27 მანეთი ღირდა 1 ტონა საწვავი მაზუტი ეხლა გადიან და იქ საერთო ბაზრებზე რა ვიცი რამდენად სადღაც იყო შემთხვევა რომ გაუჭირდა საქენერგოს კერძო იმაზე წავიდა და სადღაც რა ვიცი არ მახსოვს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვერც კი იშოვეთ აი ფული ქონდა და არავინ არ აძლევდა საწვავს არავინ არ აძლევდა ამიტომ ნუ მივაჩვენოთ ასე ჩვენ მოხმარებელს რომ გადამხდის უნარო არ შეუძლია ისა შეუძლია ძალიან კარგად შეუძლია 5 ლარის გადახდა ყველას შეუძლია იშვიათი გამონაკლისის გარდა ამიტომ ეს არის ისე თავიანთ საკეთილდღეოდ თუ არ იქნება გადახდა არ იქნება ელექტროენერგია არ იქნება საქენერგოს არ იქნება საშუალება მოწოდებისა და ისევ ხალხს დააწება მძიმედად ამიტომ როგორღაც უნდა ყველამ გავიჭიროთ პროგრამები წაღანაც და ისევ იმეორებ რომ პირველ რიგში უნდა გადახდილი იქნეს ელექტროენერგიის ღირებულობა და მე ვიფიქროთ საჭმელზე და სასმელზე მართალია პურზე არ არის ლაპარაკი მაგრამ ყოველ შემთხვევაში პურს რო იყიდეს მე სანამ ისწავლად ბაზარში და კარტოფილსა და ხორცს იყიდეს ჯერ ელექტროენერგიის ღირებულობა უნდა გადაიხადოს და მე იყიდეს ხორცი და კარტოფილი რო საჭმელი მომზადოს სხვა შემთხვევაში ის ხორციც დარჩება მომზადებელი დარჩება ამიტომ უნდა ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს ყველა მოხმარებელმა რომ უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის ღირებულობა სხვანაირად საქენერგო აღარ მოყვანს ვერ გამოიმუშავებს უბრალოდ სრულიც რო გქონდეს საქენერგომ დიდი ხანია რაც ხალხს აწოდა მთელი ზეგანაც გითხარით 124 მილიონი ლარის ელექტროენერგიის ღირებულობა მუქთად მიაწოდა ფაქტურად მუქთად მიწოდებული იმიტომ რომ იმის ამოღება ახლა ძალიან ჭირს კი უნდა ამოვიღოთ როგორღაც მაგრამ ძალიან გაჭირდება და საქენერგომ რაკნას თუ არ ექნება ეს ფინანსურად ცოტა გამაგრებული მდგომარეობა თვითონ რამოდენიმე თვია ჩვენ და თვითონ იქ სადაც სადგურებზე თვითონ თბილგრესის მოხმარებელს პერსონალს ხელფასი არ მიუღია ძალიან უჭირდება რემონტს ვერ აკეთებს საწვავს ვერ ყიდულობს და საერთოდ ხო შეიძლება ეს ყველაფერი ახლა გადაუხდელების გამო ენერგოკომპანია ასეთი მდგომარეობაშია ფინანსურად ახლა ენერგოკომპანიები ძალიან ძლიერ მდგომარეობაში არიან შერეთი რომ საქენერგოსთან გადასახდელი აქვს ის ღირებულობა ვერ კიდე რაღაც ნაწილი იმ გადახდიდან თვითონ დარჩეს რომ ხელფასები გასცეს და შეინახოს იქ უნდა 1000 გასაკეთებელია სპეცდასაცმელი პერსონალისა რომ შეიძინოს დამცავი საშუალებები აუცილებლად საჭიროა რომ ისე სხვანაირად ვერ იმუშავებს მონტიორი მასალები კაბელები სადენები რა ვიცი ტრანსფორმატორის ზეთი დღეს ყველაფერი არის ძირად ღირებული ეს ისი არ მოვა თუ მოხმარებელმა არ გადაიხადა ელექტროენერგიის ღირებულობა არ იქნება არც ტრანსფორმატორი არც სადენი არც კაბელი არც ისა აბსოლუტურად თვითონ დაიჯება ისე მოხმარებელი გადაუხდელობით თვითონ დაიჯება ამიტომ უნდა გადაიხადოს არა თქვენი სიარგანი ბატონო ჯერმანო 3 ლარი ეს ყველასთვის არა თუ მრიცხველით რა თქმა უნდა მეტია დაწერილი იმას გადაიხადოს ეს ვიზახი მინიმალური გადასახადი აი მე თქვენ ერთ-ერთ რჩევას მოგცემ თუ მისაღები იქნება თქვენთვის ეს ჩემი რჩევა თქვენ ყოველდღიურად უნდა იანგარიშოთ და კიდევაც ანგარიშოთ ყოველდღიურ ელექტროენერგიის ხარჯს მიღებას უანგარიშოთ რასაც აქვს მიღება აი ეს მიღება ძალიან რთულია იმიტომ რომ ხაშურიდან და გორიდან უნდა იყოს ნუ რთულია არაფერი სირთულე არაფერი არ არის თუ თქვენ კავშირი გექნება 10 დღეში ერთხელ იანგარიშეთ კი ბატონო 10 დღეში ერთხელ ჩვენებას აიღებთ იანგარიშეთ ქარელის რაიონმა რამდენი დახარჯა და აი იქიდან უნდა გამოხვიდეთ ახლა თქვენ ნახავთ რომ
თქვენი დახარჯული ელექტრონიკის ღირებულებად ეს გადახდილი 3 ლარი ძალიან შეუსაბამობა იქნება. რა თქმა ნუ ეს ესე იქნება, იმიტომ ნუ ამ ეტაპზე ვაპირებთ ასე და ალბათ ივნისში სხვა ფიქსირება. კი ბატონო. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ალბათ.